ესე იგი რა განცდა თავისუფლების შეგრძნებაა, რომ უკვე აღარაფერს აღარ გეშინია. ხო, ცხოვრება დავიწყე ნულიდან. და ჩემი კონკრეტ ისტორიაც ასე დაიწყო. მოგესალმებით. ჩვენს შემდეგ ეპიზოდში ქრისტინესთან. ჩვენ ვსაუბრობ როგორია ცხოვრება ემიგრაციაში და თითოეულ ჩვენ სტუმარს ვეკითხებით როგორ გაიარა ეს გზა. დღეს ჩვენი სტუმარია ანკა კასრაძე. გამარჯობა ქრისტინა. როგორ ახარ ანკა? კარგად, ძალიან კარგად. მადლობა რომ მომიწვიე. მადლობა შენ რომ დაგვთანხმდი ჩვენთან სტუმრობას. ანკა ძალიან საინტერესო და განსხვავებულ სფეროში მოღვაწეობდა. საქართველოში დაიწყო ბიზნეს ადმინისტრების პროფესიული კარიერა, ესე ვთქვათ. შემდეგ დაადგა ემიგრაციის გზას. ემიგრაციაში შეაბიჯა მედიცინის სფეროში და მედიცინიდან არც მეტი, არც ნაკლები აღმოჩნდა DJ-ის პულტთან. დღეს ის გახლავთ DJ. მინდა კითხო პირველ რიგში იქნები თუ არა გულწრფელი დღევანდელ აუცილებლად ხანეირად არ შეიძლება აუცილებლად გაგიზიარებ 7 წლის წინ ჩამოხვედი ირლანდიაში დიდი ხანი იფიქრე სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდი არა სხვათა შორის ძალიან უცებ მოხდა სამსახურიდან რომ წამოვედი რაღაცა ძალიან ბიზნეს სფეროში კი ვიყავი მენეჯერი ერთ-ერთი რესტორნების ქსელის და მე უცებ წამოვედი სამსახურიდან თუმცა იყო შემოთავაზებები, უბრალოდ რაღაც ჩემ თავს ვეღარ ხედავდი საქართველოში. განვითარების კუთხით მართლა ვერ ხედავდი და თითქოს რაღაც ჩემი პოტენციალიც ქრებოდა ნელ-ნელა. და ავდექი ერთ დღესაც და ჩემი მეგობარი ცხოვრობდა ძალიან ახლო ირლანდიაში და სულ მეუნებოდა რომ ჩამოდი, კარგი ქვეყანაა და მეც დავინტერესდი და ჩამოვედი. თუმცა მაშინ დაიწყო ყველაფერი საშინელება. პირველი შედი დღე ირლანდიაში, როდესაც ამ ქვეყანაში დადგი ფეხი. მე და პანდემია ერთად ჩამოვედით ირლანდიაში. გონიდან იტალიიდან შემოვედი და პანდემია რო დაიწყო, რა თქმა უნდა, ჩაიკეტა ყველაფერი, აღარ იყო სამსახურები და ზუსტად მაშინ როცა მე ჩამოვედი, ყველაფერი ჩაიკეტა. და 5 კილომეტრი შეგეძლო მარტო გასულიყავი სახლიდან, დადიოდა გარდა, ანუ აქაური პოლიცია, აჩერებდა ხალხს. რა თქმა უნდა, მაშინ მოწესრიგებული საბუთები ჯერ არ გქონდა არავის. ყველა მოლოდინის რეჟიმში ვიყავით და გადაადგილებაც იყო ძალიან სარისკო. ვმუშაობდი, იცით, ცოტას ვმუშაობდი ეკლესიაში. საშუალება მაინც იყო მუშაობის. კი, იყო საშუალება მუშაობის, ვმუშაობდი ეკლესიაში. კათოლიკურ ეკლესიაში, სხვა შორის ძალიან დიდი ხანი ვმუშაობდი და კვაზიმოდოს ვეძახდი ჩემ თავს, რომ ანუ ეკლესიას ვუვლიდი, რასაც კი სულ იქ ვიყავი. ძალიან დამეხმარნენ მამაოები იყვნენ უსაყვარლესი ადამიანები. აი ყველაფერში მეხმარებოდნენ, დახასიათებებს მიწერდნენ, რაღაც სამსახური მეშოვნა, ასევე რომ საბუთებში მქონდა და ყველაფერი მოწესრიგებულად და ნუ ძალიან კარგი ხალხი შემხვდა ერთი სიტყვით. იყო ძალიან ბევრი იმედგაცრუებაც, რა თქმა უნდა. და შევხვდი ძალიან ბევრ არასასიამოვნო ადამიანს, ვინც ძალიან ცუდი გამოცდილება დამიტოვა. ეს ცუდი გამოცდილება შენ ზალად აქციე თუ რაღაცა აი დეპრესიისკენ წაგიყვანა უფრო. დიდი ხანი ვიყავი დეპრესიაში. ზოგადად ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ხშირად მემართებოდა ხოლმე მსგავსი რაღაცები, მარტო სულად გრძნობდი თავს. თუმცა ვფიქრობ, რომ გადავლახე ეგ ეტაპი. მე ვფიქრობ ძალიან რთული დასაწყისი ქონდა ადგილი შეიცვალე და სხვაგან გადმოხვედი, არამედ მთელ ამ პრობლემებს რო გაუძლო ადამიანმა და დარჩე რაღაცა საღ აზრზე. ვფიქრობ, რომ არავინ არ ჩამოსულა აქ მარტივად და არავის არ დაუწყია რაღაც მარტივად. თუმცა იცი ვინ დამეხმარა? შენი პირველი სტუმარი. ლელა. რაღაცა ის არის. გონი ირლანდიაში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ დახმარებია. კი, ნამდვილად. ხო, ჩემთვის იყო მფარველი ანგელოზი, ლელა რო შემხვდა, მის მერე მე უმუშავარი არ ყოფილვარ. შენ მითხარი, რომ როგორც ყველას საწყისი, სასტარტო სამსახური არის, შენც მუშაობდი დალაგებებზე, ხო? კი.
ჩო, აი როდის მოხდა შენს ცხოვრებაში, როგორც აღნიშნე ჩემთან საუბარში, ეს იყო კონკიას ამბავი როდის იწყება მოკლედ. ხო, კონკიას ამბავი იწყება. როდის ბიზნესიდან გადავდივართ დალაგების სფეროში და დალაგების სფეროდან როდის გადავდივართ მედიცინაში? იცი რა, სხვა გზა არც იყო, სხვა სამსახურს ვერ ნახავდი, იმიტომ რომ პანდემია იყო. რაც არ უნდა მაგარი ყოფილიყავი, რაც არ უნდა მოწესრიგებული საბუთები გქონა და მაინც ვერ ნახავდი. და თან აქვე აღნიშნავ, რომ შენ იცოდი ინგლისური. ხო, ვიცოდი ინგლისური და შემეძლო სადღაც სამსახური მომეწებნა, მაგრამ ფიზიკურად არ არსებობდა, ყველაფერი დაკეტილი იყო, ონლაინ რეჟიმზე იყო გადასული ნებისმიერი მაღაზია, რესტორნების ქსელები თითქმის ყველაფერი და ძალიან რთული იყო სამსახურის შოვნა. და ეკლესია იყო ერთადერთი ადგილი, სადაც მუშაობდი და კიდევ მუშაობდი საელჩოებში. ამ მთელი პერიოდის განმავლობაში არასოდეს არ ქონია ის მომენტი, რომ აი ვერ გავძლებ და უნდა დავბრუნდე. არასოდეს არ მქონია ეგ მომენტი, მაგრამ მქონია მომენტი, რომ მეთქი ეხლა რა გავაკეთო. ვყოფილვარ უფულოდ, ვყოფილვარ ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე და არ მქონდა გადაჭრის არანაირი გზა. მართლა არ ვიცოდი როგორ მოგცეულიყავი და საიდანღაც ციდან ჩამოვარდებოდა ხოლმე, ან ვიღაცა ადამიანი, ვინც ხელს გამომიწვდი და ან რაღაც სიტუაცია, არასდროს არავისთვის მithოვია დახმარება, ყოველთვის რაღაცა თავისით ხდებოდა ხოლმე. ალბათ გამიმართლა, ან ჩემი სიკეთები რაც ცხოვრებაში გამიკეთებია, სამყარო მიბრუნებდა მაგის სახით. თუმცა მე ვფიქრობ, რომ მარტივი გზა არ გავიარე. ცხოვრება დაიწყე ნულიდან. ხო, ცხოვრება დავიწყე ნულიდან. და ჩემი კონკიას ისტორიაც ასე დაიწყო. ერთ ქალს ვცვლიდი ქართველს, რომელიც მუშაობდა სამსახურში. ხო, სამსახურში მის მაგივრად მუშაობდი, რაღაც პერიოდი უნდა მემუშავა, მიდიოდა საქართველოში. და ასე მოვხვდი კლინიკაში. შემდეგ მთხოვეს CV გამეგზავნა. და ჩემი რეზიუმე რო ნახეს, მითხრეს, რომ აქ რატომ მუშაობო? რატო ალაგებო და მეთქი, ჩვენს ქვეყანაში ძალიან რთული სიტუაცია მეთქი ეკონომიკური თვალსაზრისით და გადავწყვიტე, რომ წამოსულიყავი ემიგრაციაში თქო და თავის დამკვიდრება აქ არ არის მარტივი, თქო რაღაც საფეხურიდან უნდა დაიწყო მეთქი რა. თან ჩვენი დიპლომით არ ჭრის აქ არ დაგავიწყდეს. არა, ეგ ვიცი კი. ხო, არავის აინტერესებს რა გაქვს დამთავრებული. თუმცა რაღაც გავლენა აქვს მაინც რა, რომ შენ განათლება გაქვს მიღებული და თუმცა ეს არ არის იმის გარანტი, რომ შენი პროფესიით აქ იმუშავე. რა თქმა უნდა, შენი პროფესიით ვერ იმუშავებ, აქ თუ რაღაც კვალიფიკაცია არ აიმაღლე. და მაშინ შემომთავაზეს სახლში წასვლა და მათი სახლის დალაგება. და მე ისე ხშირად მიბარებდნენ ხოლმე ბავშვსაც ვუვლიდი ხოლმე და ძალიან ხშირად მიბარებდნენ ყოველდღიურად. ეს იყო იმ კლინიკის მეპატრონეები, სადაც შენ მუშაობდი. რამე შეხება ქონია მედიცინასთან? არასოდეს. არა, შემეძლო რომ მომკვდარიყავი სისხლის დანახვის დროს, მართლაც არ მაინტერესებდა. თან მახსოვს, ყოველთვის მინდოდა მსახიობობა. მსახიობების ოჯახში გავიზარდე, ჩემი მშობლები მსახიობები არიან და ყოველთვის მინდოდა მსახიობობა. მაგრამ იცი რა საქართველოში მაგით თავს ვერ იცი. ხო, თავს ვერ შეინახავ და ჰობის დონეს დატოვებ, შენ სულიერ საზრდოს მიიღებ. რა თქმა უნდა. ხო და ამის გამო არ გავყევი ამ პროფესიას და გადავწყვიტე რომ წავსულიყავი ბიზნესის კუთხით. თუმცა დიდად არც ეგ იყო ჩემთვის საინტერესო, იმდენად რამდენადაც მე ჩემი თავი მედიცინაში ვიპოვე. აი ოპერაციაზე რომ შევედი პირველად, მაშინ მივხვდი რომ არა, მაშინ ძალიან შემეშინდა სხვათა შორის და მეთქი აქ აღარ შემოვალ თქო. პირველი კვირა იყო, აი სამსახური როდის დამთავრდება ერთი სული გაქვს სახში გაიქცე. რუტინულად. ხო, ოღონდ ზუსტად ვიცოდი რომ შანსი იყო ჩემთვის და ხელიდან არ უნდა გამეშვა. ერთი შანსი გავუშვი ერთხელ ხელიდან. რუმინეთში ჩავირიცხე ერასმუსის პროგრამით და მაშინ თქვი რომ მეთქი რუმინეთი არ მინდა თქო და პოლონეთში მინდა ვისწავლო თქო რა. ხო. და პოლონეთმა არ მიმიღო. ესეც შენ. ხო. და აი პირველი შანსის გაშვება იყო მაშინ რომ აი თქვი რომ მეთქი არ შეიძლება ესეთი რაღაც და ეხა იყო მეორე საკითხი რომ მეთქი ეხა ეს არ გაუშვა. ხო, შეიძლება ეს უბრალოდ სცადე. იქნებ მოგეწონოს და ეს ყოველდღე ველაპარაკებოდი ჩემ თავს, სცადე იქნებ მოგეწონოს და ისე მომეწონა, მე მართლა მოვიწამლე მაგ ყველაფრით. თან ალბათ ვიპოვე ჩემი თავი, ჩვენ ყველას ჩვენი მისია გვაქვს ესე მგონია რა ცხოვრებაში. და ერთი პაციენტი შემხვდა ერთხელ, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდა და მითხრა რომ არ ვიციო მოვალ თუ არა კიდე. შემდეგ შეხვედრაზეო და მეთქი აუცილებლად მოხვალთ თქო რა. და რაღაც
ჩემ თავში ვიპოვე ძალა რომ ისე დამემშვიდებინა ეს ქალი რაღაც მხიარულად გამეშვა და ყოფილიყო ძალიან მოტივირებული და ერთი ძალიან სასაცილო ისტორია მოუყევი ჩვენ რომ მოგვიყვარს ჩემს მოყოლი ჩვენ რომ მოგვიყვარს ხო და დედაჩემს და ჩემს ბავშვსაც სიმსივნე ჰქონდათ რა თქმა უნდა დაამარცხეს და კარგად არიან ამაშიც ძალიან გამიმართლა ხო და ესეც ძალიან დიდი ის იყო ჩემთვის რომ თითქოს ჩემი ადგილი ვიპოვე სადღაც რომ ადამიანებზე უნდა მეზრუნა თან ისე რომ მათგან არაფერს არ დაველოდები და ეს არის რაღაცა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესი უკვე რომ გავაანალიზე რომ ეს არ იყო ჩემთვის სამსახური ეს იყო ჩემთვის ცხოვრება რომ ანუ ამათ ჭირდები შენ და რამდენი ხანი ქონდა სტაჟირება სხვათა შორის რამდენიმე თვე ვიყავი სტაჟირებაზე და მე მითხრეს რომ კოლეჯში ჩააბარეო რა და იცი როგორ ვითრევდი ფეხს რომ მეთქი ანუ რო ვერ გამოვიდეს მე რა ვქნა იმიტომ რომ ჩემთვის ახლა ინგლისური ვიცოდი მაგრამ ეს სამედიცინო ტერმინოლოგია ქართულადაც არ ვიცი ახლა და ნუ ბევრი რაღაც თითქმის ერთი და იგივეა ლათინურია ხო მაგრამ ჩემთვის მაინც ძალიან რთული იყო რა ესე გახდი სრულფასოვანი ექთანი კი, საოპერაციო ექთანი გავხდი. და შენს პროფესიაში იპოვე შენი თავი, რაც გავსებდა, განიჭებდა ბედნიერებას და არ იყო რაღაცა რუტინულად სამსახურში მივედი, შევასრულე ის დრო, რაც უნდა ვიყო და უკან წამოვედი. ემიგრანტები ყველაზე ხშირად არის ისეთი რაღაცები, რაც ყველა მითის და არავინ არ საუბრობს. რას მალავს ემიგრანტი ყველაზე ხშირად? რას არ ამბობს? ხო, ის რომ ყველაფერი კარგადაა და კარგად ვარ. კარგად ვარ. უბრალოდ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვინდა რომ ჩვენი ოჯახის წევრები იყვნენ კარგად, უხაროდეთ ჩვენი ბედნიერება. ჩვენ თუ ცუდად ვიქნებით, ისინიც არ იქნებიან, ხო, კარგად. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ვიძახით, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ რეალურად ძალიან რთულადაა ყველაფერი ყოველთვის. ყოფილა მომენტი, წავსულ ვარ 1 საათის გზაზე, იმიტომ რომ 2 საათი მემუშავა. როგორ ცუდად რატო ვაკეთებდი ამ ყველაფერს? აი, მაშინ ვცხოვრობ, მაშინ არ ვცხოვრობდი, ისე როგორც უნდა იცხოვრო იქ სადაც ხარ. თითქოს აი დროებით უნდა მოვასწრო ყველაფერი და აი სადღაც მე მივდივარ. ეხა უკვე ეს მომენტი მე დავიწყე რომ აქ ვცხოვრობ და აქ უნდა ვიყო კარგად. აი აქ უნდა მოვიწყო ჩემი კომფორტი. ქვეცნობიერში მაინც იმით ვცხოვრობდი რომ რაღაც უნდა მოვასწრო. რას ვასწრებდი და სად ვასწრებდი და რატომ ვასწრებდი, ეგ გაცნობიერებული არ მქონდა. მთელი 4 წელი სხვათა შორის მაქვს სიზმრები, რომ საქართველოში ვბრუნდები და ვეძებ გზას, რომ ისევ უკან წამოვიდე. ყოველთვის როცა მოწყენილი ვიყავი ხოლმე ვიძახდი, რომ სახლში მინდა. ყოველთვის ვიძახდი, რომ სახლში მინდა და პირველად ვიყავი სახლში 6 წლის შემდეგ, 6 წელიწადნახევრის შემდეგ ალბათ. რა შეგრძნება იყო? რა დატოვე და რა დაგხვდა? ანუ ვერ გეტყვი რა შეგრძნება იყო. თითქოს სულ სხვა ადამიანები ვიყავით ყველა. უკვე ძალიან ბევრი რაღაც შეცვლილი იყო. თვითონ რა თქმა უნდა, ხო ქვეყანა შეცვლილია, ბევრი რაღაც უკეთესობისკენ, ბევრი რაღაც უარესობისკენ. თუ იყო ისეთი მომენტი, რაც საქართველოში ცხოვრობდეს, იყო ჩვეულებრივი ამბავი. ეხლა რაღაცა გეხამუშა, რაღაცა ვერ მოერგე ამ სიტუაციებს. ანუ ერთადერთი რასაც ვერ მოვერგე იყო ის, რომ ყველა მოწყენილია. ყველა აი რაღაცა დასტრესილია ქვეყანა. ბევრი ცუდი ხდება რა თქმა უნდა და ეხლა აქედან გამომდინარე ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ აი იმდენად ნეგატიური ემოციებით დადის ხალხი და პირველი კულტურული შოკი ირლანდიაში ის არის. ყველგან აბსოლუტურად. ის არ ქონდა რომ ჩამოხვედი რომ ყველა რო გიღიმის არ გიკვირდა აქ. ძალიან მიხაროდა. იცი როგორ მიხაროდა? მე ხო რამოდენიმე სამსახურიდან მაგიტო გამომაგდეს რომ არ ვიყო. არა მე სულ ვიღიმოდი სხვათა შორის რაც არ უნდა ცუდად ყოფილიყავი სულ ვიღიმოდი აი ჩემთვის გასაღებივით იყო ღიმილი რომ აი კეთილგანწყობას მოვიპოვებდი ადამიანების იმიტომ რომ ძალიან მეშინოდა ადამიანების ზოგადად და ვფიქრობდი რომ თუ გავუღიმებდი მათ კეთილგანწყობას მოვიპოვებდი და სხვათა შორის ესეც მოხდა ძალიან დამეხმარა ღიმილი და ხშირად მეუნებოდნენ ხოლმე რომ ნუ შენ სულ ღიმილიანი ხარ და როგორ მინდოდა ხანდახან მეტი რა ქართველებს და ირლანდიელებს თუ აქვთ რაღაც სხვაობა ანუ მსგავსება ქართველებს და ირლანდიელებს შორის თუ ხედავ მსგავსებას აი ოჯახურ ტრადიციებში რაც გინახავს მაგალითად ურთიერთობებში ოჯახის წევრებს შორის
ეხლა ამ პერიოდში არა, მაგრამ რომ იყვებიან ხოლმე ისტორიებს სადღაც ესე 20 წლის წინ ძალიან გავდნენ ჩვენ კულტურას. მე მაგალითად ეხაც ვფიქრობ, რომ კი. რაღაცა შეხედულებებით, უბრალოდ ანუ ბოლომდე არ იხსნებიან და არ აზიარებენ ამ შეხედულებებს. არა, ოჯახურ ურთიერთობებშიც ნახე, მე სადაც მუშაობდი ერთ-ერთ ოჯახში, ბებია ზრდიდა შვილიშვილის ბებია იყო საკმაოდ ხანში შესული, ანუ ახალგაზრდა არ იყო 75 წლამდე იქნებოდა და დილიდან საღამომდე ორ ბავშვს შვილიშვილს ჩვეულებრივად როგორც ქართველი ბებია, ისე ახლა ჩვენ ხო გვაქვს წარმოდგენა რომ რაღაცა ევროპაში ბებიები, ხო, აი ურთიერთობები დედა და შვილს შორის, ანუ ძალიან რაღაცა მსგავსება გვაქვს. კი, რაღაც მსგავსებები არის, კი, ძალიან თბილი ხალხია. ძალიან. და ძალიან კარგი ქვეყანაა. მე არ ვიცი სხვა სად უნდა ვიცხოვრო, მართლა. ალბათ ვიცხოვრობდი კიდე რამდენიმე ქვეყანაში, მაგრამ ხაცი ძალიან სახლივით გახდა ჩემთვის. თუ გაუძლებ ამ დაბრკოლებებს და არ გატყდები, ირლანდია გაძლევს შესაძლებლობას, თუ არ ხარ ზარმაცი და თუ იმუშავებ, ირლანდია გაძლევს. თავარია განათლება. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში განათლება. აი შარშან წინ დავამთავრე კოლეჯი და ვთქვი რომ მეთქი ცოტა ხანი შესვენებას ავიღებ თქო და წელს დავრეგისტრირდი 2 კურსზე. იცი რა არის ანკა, კი ძალიან მნიშვნელოვანია უდაოდ და ეხა ამას არ ვდავობთ. მაგრამ ადამიანები რომლებიც არიან ჩამოსული შვილებთან ერთად არიან ჩამოსული ან საქართველოში ყავთ შვილები დატოვებული და მართლა რამოდენიმე წლით მოაგვარონ პრობლემა და უკან გაბრუნდნენ ნაკლებად სცალიათ პრიორიტეტში არა აქვთ მოკლედ რა მაგრამ მე ვსაუბრობ ახალგაზრდებზე ძალიან ბევრი ახალგაზრდები არიან უნიჭიერესი ახალგაზრდები და სხვათა შორის ერთ-ერთი საუკეთესო ორი ვართ ძალიან ნიჭიერი ვართ თუმცა ზარმაცები როგორი გახდი უფრო სუსტი იყავი და გაძლიერდი. კი, უფრო სუსტი იყავი და უფრო გაძლიერდი. იცი რა ვფიქრობ რომ გავიზარდე. ყოველთვის ძლიერი ვიყავი. ან დედაჩემისა ჩემი ძმის ამბავმა ძალიან გამაძლიერა, იმიტომ რომ ძალიან პატარაობიდანვე დავიწყე მათზე ზრუნვა, ოჯახის საქმეების კეთება, პასუხისმგებლობების ჩემს თავზე აღება. შესაბამისად, იმდენად მალე გავიზარდე, რომ თითქოს რაღაც ბავშვობის ეტაპიც გამომრჩა. თუმცა აი აქ უკვე პიროვნებად ჩამოვყალიბდი რა ალბათ და ძალიან ბევრი რაღაცები გადავაფასე, ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე. გამოცდილებაც იყო, ეხლა ვმუშაობ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო პროფესორთან. ძალიან იშვიათია, მართლა ძალიან იშვიათია შენი კონკიას ამბავი. ხო, აი ძალიან იშვიათია და ძალიან გაგიმართლა, მიუხედავად იმისა, რომ შენი შრომაც არის ამ ყველაფერში, შენ მე შემდეგ მიიღე განათლება. დიდი ხანი ამაზე არ ვსაუბრობდი, სხვათა შორის, იმიტომ რომ იცი როგორი დამოკიდებულება იყო, ჯერ არ მოწონთ წარმატებული ადამიანები აქ, ვინმე თუ კარგად არის, ანუ ხო არ მოწონთ. ეხა უკვე ალბათ ეტაპიც გადავლახე, მაგრამ ვერ ვუძლებდი. მე ვიჯექდი და ნერვიულობდი. ანუ გაინტერესებს სხვა რას ამბობ შენზე? მაინტერესებდა. ეხა რომ მაინტერესებდა შენს გადაცემაში არ მოვიდოდი, მაგრამ მართლა მაინტერესებდა. ანუ გავლენა ქონდა. ძალიან დიდი გავლენა ქონდა. რომ ვიღაც რას იტყვის ჩემზე. ეს ყველაფერი ნელ-ნელა გადავლახე რა და ნელ-ნელა ვიმუშავე ჩემს თავზე, ხო? ნუ ვიმუშავებ ერთ-ერთ გენიოს ადამიანთან, რომელიც არის პროფესორი. ყვასახის ქირურგიაში აკეთებს ულამაზეს პლასტიკურ ქირურგიას, ყბის პლასტიკას. შენ არ გჭირდება? ცოტა ის ყვა. არა, შენ არ გჭირდება. გამომძერწეთ. ხო, ძალიან ბევრი სიმსივნის кейსები აქვს და ჩემთვის იქ იყო ყველაზე საინტერესო სხვათა შორის, აი მაგან მომხიბლა და მინდოდა რომ მაგ ადამიანების გვერდით ყოფილიყავი სულ. არ მინდოდა day off-ი, სულ მინდოდა მემუშავა. პირველი 2 წელი მეშვებულება არ ამიღია. სამსახურს ვტოვებდი. სულ იქ ვიყავი. მე ვიცი რომ ესე არ შეიძლება გადაბმულად იმუშავა. არ შეიძლება, მაგრამ მე ვმუშაობ. ანუ ირლანდია არის ქვეყანა, სადაც გეუბნები რომ შენ რაც გეკუთვნის იმ დღეებში დაისვენე. არა, იმას მიხდიდნენ ხოლმე მე დამატებით. ანუ არაფერს არ ვკარგავდი, უბრალოდ იმას მიხდიდნენ მე რასაც მე არ დავისვენებდი. ანუ ფიზიკურად არ მინდოდა დასვენება. გადახოვას გავაკეთებ, ოღონდ ეს კითხვა ძალიან მაინტერესებს. ონკოპაციენტები ყავთ. თქვენი პაციენტები არიან მათ შორის ონკოპაციენტები. შენ გქონდა შეხება საქართველოში ონკოპაციენტებთანაც. როგორია ემოციური მდგომარეობა საქართველოში ონკოპაციენტების და ექიმების მიდგომა მათ მიმართ და როგორია ირლანდიაში?
სულ მგონია რომ უფრო სხვა მithხდებიან შემართებით. ძალიან ძლიერები არიან აი მაგას ვამბობ. რომ ის მომენტი არ აქვთ, რომ ანუ შეიძლება რამე დამემართოს. ანუ დარწმუნებულები არიან. თუმცა ფინანსურად ძლიერებიც არიან, ხვდები და არ ეშინიათ, რომ რაღაცას ვერ შეძლებენ. შესაბამისად სახელმწიფოც ეხმარება. და უკვე იმდენად ეს ყველაფერი ჯაჭურად არის გადაბმული, რომ აღარ აქვს რაღაც ზედმეტი სადარდებელი და საქართველოში სანამ დაფინანსებას მოითხოვ, ანუ ოპერაციას ვერ გაიკეთებ, თუ ფული არ გაქვს. ხო და ეს ძალიან რთულია. ხო, აი მაგიტომ რაც შეეხება მე პატარა ვიყავი დედაჩემი და ჩემი ძმა, რომ ოპერაცია აქ გაიკეთეს და მე მოსკოვში წავიდნენ ქიმიოთერაპიებზე და მე ვცხოვრობდი დეიდასთან. მე ძალიან პატარა ვიყავი და რაღაცებს ვერ ვიაზრებდი, 14 წლის ვიყავი. თუმცა ძალიან რთული იყო ის პერიოდი, რომ ვუყურებდი, ანუ ამ რეაბილიტაციის პროცესს, რომ თმა აღარ ქონდათ, ისევ აღარ გამოიყო. კი, ერთ პერიოდში იყო ჯერ ჩემი ძმა და ორ კვირაში დედა. დღეს რაც თავარია ორივე. ხო, დღეს რაც თავარია, კარგად არიან და ეს ძალიან מחარებს. შენ გალობდი კიდეც. კი, გალობდი. ტაძარში გალობდი. როდის მიხვედი ტაძარში? საქართველოში მღეროდი, ბენდი მყავდა ჩემ ძმასთან ერთად და ძალიან მიყვარდა სიმღერა ყოველთვის, რაღაც ჩემი თავის სულ წარმომედგინა სცენაზე და მაგრამ რაღაც კომპლექსები მქონდა ძალიან დიდი, ჩემი ხმა არ მომწონდა, ძალიან თვითკრიტიკული ვიყავი და შესაბამისად ვერ შედგა ჩემი კარიერა ამ კუთხით. და ამიტომაც გალობაც უბრალოდ მინდოდა რომ ხშირად ყოფილიყავი ეკლესიაში. რაღაც სულიერი სიმშვიდე და ყოველთვის სულიერი სიმშვიდე მეპოვა, იმიტომ რომ ძალიან მჭირდებოდა. თან ძალიან ბევრი კარგი ადამიანი მხვდებოდა იქ. ძალიან დიდი community გვაქვს აქ. თან ჩვენს ეკლესიის სხვადასხვა აქტივობებია ძალიან საინტერესო. ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობებია აქ. და ეკლესიაშიც რო დავდიოდი ხოლმე მე მამაო მითხრა რომ იგალობეო და დავიწყე გალობა. მეთქი ხანდახან თავიდან და მე ძალიან ინტენსიურად თითქმის ყოველ კვირას. თითქმის ყოველთვის, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა მქონდა ყოველთვის ყველაფერში რაღაც საქმეს თუ ხელს მოვკიდავდი, ბოლომდე ვაკეთებდი ყოველთვის და ვგალობდი. 1-3 წელი ვგალობდი. მაგრამ მე და შემდეგ გადავინაცვლე. მე წამოვედი. უბრალოდ იმიტომ წამოვედი, რომ დრო აღარ მქონდა იმდენი მინდოდა რა, ნუ ახალგაზრდა გოგო ვარ, ცოტა გავერთო და ანუ ეკლესია და გართობა ცოტა თანხმედრაში ვერ მოვიყვანე ერთად. თუმცა დღემდე დავდივარ ეკლესიაში. ეს სფერო ჩემთვის სადღაც იქ მაქვს რა, ჯერ. გინდა ხო შენ? სადღაც იქ მაქვს. შემიძლია გაგიზიარო გამოცდილება. როდის დავდექი პულტთან და აი საშინელი დეპრესია რა დამეწყო. აი მაგ ყველაფერში დამეხმარა მუსიკა სხვათა შორის და ერთი უნიჭერესი ადამიანი, ჩემი მეგობარი გაბრიელი, რომელმაც შარშან შემომთავაზა, მოდი დაკვრას გასწავლია და მეთქი დაკვრა. ხო და მეთქი კარგი თქო, მასწავლა მეთქი. ხედავდა ჩემში რაღაცა ისეც, რომ ძალიან მოგიხდება და მიდი კარგი სტილი გაქვს და მეთქი კარგი, მოდი ვცადოთ. თან არ მინდოდა რაღაც იმედი გამეცრუებინა მისთვის და მეთქი აი ადამიანს გონია რომ რაღაცა გამომივა და მოდი ვცადოთ. ზუსტად ესე იყო მედიცინაც ხო? ხო და ვცადე ერთი ვიყიდე ეს აპარატურა მოვიტანე სახში, ძალიან ბედნიერი ვიყავი ეს რომ ვიყიდე, ზოგადად ძალიან მიყვარს რაღაცების ყიდვა, რაღაც ახალი. მოვიტანე ეს ჩემი აპარატურა სახლში და დავიწყე დაკვრა. ყოველთვის როცა ვიყავი ცუდ ხასიათზე, ან რაღაცა ცუდი მოხდებოდა, ან რაღაცაზე გავბრაზდებოდი, ვიწყებდი დაკვრას და ყველაფერი მავიწყდებოდა. აი რა შეგრძნება იყო, როცა გახვედი პულტთან და უკვე ისე უნდა დაუკრა. ვერავის ვერ ხედავდი. აი ბოლოს უკვე ხედავდი, რაღაც ნახევარი საათის შემდეგ უკვე რომ შევეჩვიე ამ სიტუაციას, მე უკვე ხედავდი, მაგრამ აი ისეთი შეგრძნება იყო, ძალიან ნერვიულობდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი და საშინელი ადრენალინი იყო. ნუ ერთი ოპერაციაზე მაქვს ეგ ადრენალინი და მეორე ანუ დეკთან რო ვიდექი. აი ნამდვილი სათხარ. ორივე ნამდვილი ვარ. უფრო ნამდვილი სათხარ. მე ყოველთვის მინდოდა სცენაზე დგომა. აი ყოველთვის მინდოდა. ნუ ჩემი ოცნება იყო ყოველთვის სცენაზე დგომა და უფრო თავისუფალი სათხარ. ხო, უფრო თავისუფალი. ორივეგან იცი როგორ ვარ, როგორც აი ისე არ ვიცი. ჭირდება ეხლა ამ ეტაპზე აი კი, ორივე მჭირდება, იმიტომ რომ ორივე მავსებს და ძალიან მაბალანსებს, იმიტომ რომ სამსახური როცა სტრესულია, ძალიან ბევრი პაციენტია რთული, ამის შემდეგ რომ გახარდა უკრავ, კიდევ სხვა სიამოვნებაა და ორივე ერთმანეთს ძალიან ავსებს და აბალანსებს, რა ჩემთვის ეს ძალიან საინტერესოა. თან არ მიყვარს, როცა ერთი და იგივე რაღაცას ვაკეთებ, სულ მიყვარს რაღაცა ახალს ვაკეთებ, ვითარდები. უფრო ძიმე ტექნოსკენ ხარ?
არა, უფრო ტრანსი მომწონს ყველაზე მეტად და ტექნო. ეს ორი მიმართულება ავირჩიეთ ჯერჯერობით და ვნახოთ, რომელზე ჩამოვყალიბდები, ჯერ არ ვიცი. თუმცა საოპერაციოში უფრო კარგად ვგრძნობ თავს ერთადერთი მიზეზით, ანუ იქ მგონია რომ ყველაფერი ვიცი. იქ ვარ ისე, როგორც თევზი წყალში და აქ ჯერ არა უშევს. პირველ ნაბიჯებს გავდივარ, მე მოვალ აუცილებლად ჩავწერ შენთან ესე თქვა გაგესაუბრები, სადაც როდესაც აი დიდ ფესტივალზე დაუკრავ, უნდა წამიყვანო. აუცილებლად. აუცილებლად შენ სტავში უნდა ვიყო. იმედია და ანკა შენ ცხოვრებაში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ყველა ემიგრანტის ოცნება არის ირლანდიაში, შენ წელს აიღე ირლანდიური პასპორტი. რა შეგრძნება იყო თუ გახსოვს ეს მომენტი? ესე იგი რა განცდა? აი თავისუფლების შეგრძნებაა, რომ უკვე აღარაფრის აღარ გეშინია. ყველაზე დიდი დაცულობის შეგრძნება გაქვს. ეს პასპორტი, როცა იღებ, არის მთელი ამ 7 წლის დარდის, ტკივილის, ცრემლის, წვალების, მატერიალური გაჭირვების რაღაც დროს, აი ყველაფრის შედეგი აი ამისთვის ღირდა ამბობ. ძალიან დიდი ხანი ხელში მეკავა და ანუ ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემს თავს. პირველად რომ წერილი მომივიდა, რომ უნდა მქონოდა რაღაცა ცერემონიალი, აქ არის ძალიან ლამაზი ცერემონიალი, სხვათა შორის, როცა ნახევარ სესტორებს ვადევნებდი თავს. ხო. და ანუ მაგ ცერემონიალზე რომ ვიყავი, ანუ მეტირებოდა ამდენ ბედნიერ ადამიანს რომ ვუყურებდი ჯერ, იმიტომ რომ ანუ სულ ემიგრანტები იყვნენ. და ისეთი ბედნიერების შეგრძნება მქონდა, რომ მეთქი ანუ ამის შემდეგ რა უნდა იყოს? და პირველად სიმშვიდე და მაშინ ვიპოვე რა ერთი სიტყვით და უკვე სტაბილურად ხო, რაღაცა უკვე აღარაფრის აღარ მეშინია, იმიტომ რომ მაქვს სამსახური. იცი რის მეშინოდა ხოლმე ყოველთვის? მე რომ რამე დამემართოს, ანუ მე ჩემები რა იშველებათ და ანუ ხშირად მიფიქრია რომ ვალები არ მქონდეს, იმიტომ რომ მე რომ რამე დამემართოს, ჩემებს დარჩებათ და რაღაცა მსგავსი. არ ვიცი, სულ რატო ვფიქრობდი ხოლმე ახალგაზრდა გოგო მაგაზე, მაგრამ აი სულ მქონდა ეს ფული ხოლმე ჩუქნია რომ მოგთხოვ. არა. თუმცა სად არის დღეს შენი სახლი? ჩემი სახლი აქ არის ახლა. ალბათ ორი სახლი მაქვს. თუმცა აქ უფრო მეტად ვგრძნობ. პირველად მივხვდი, როცა საქართველოში ვიყავი და ჩემს ოთახში დავიძინე და გავიღვიძე. 7 წლის შემდეგ. ხო, მაშინ გავიაზრა რა მეთქი სახლში მინდა. სახლში მინდა. და მივხვდი, რომ ის ადგილი უკვე მე აღარ მეკუთვნოდა. თუ მე არ ვეკუთვნოდი იმ ადგილს. საქართველოში რასაც ვერ მიიღებდი ისეთი რამე რა მოგცა. და კომპენსაციას თუ უკეთებს იმ წართმეულს ეს სიკეთეები რაც აქ მიიღე. ალბათ უკეთებს კომპენსაციას კი. უკეთებს, იმიტომ რომ მარტო ჩემი თავისთვის არ ვარ აქ. იმიტაც ვარ, რომ ჩემს ოჯახს თუ რამე დაჭირდება, მე ყოველთვის მათ გვერდით ვიყავ. დედა ჩემს ყოველთვის ვეხმარები ფინანსურად და შესაბამისად მე მარტო ჩემი თავისთვის არ ვარ. ზოგადად შენ რო ხარ კარგად, მაშინ არის შენი ოჯახიც კარგად და დედა შენი კარგად, ხო? ბედნიერი ხარ დღეს? ბედნიერს რო ხედავს. კი, ბედნიერი ვარ დღეს. და მადლიერი. ძალიან ბედნიერი ვარ. და მადლიერიც კი. ამ ქვეყნის ადამიანების, არაჩვეულებრივი ადამიანების შევიძინე აქ მართლა, ანუ ოჯახი შევიძინე აქ კიდევ პირველ რიგში, მიშვილეს. ხო, ხშირად ახსენებ დედობილს და მამობილს. ჩემი დედობილი და მამობილი ძალიან საყვარლები არიან, მართლა უნიჭიერესი ადამიანები არიან და ძალიან მიხარია. აი პირველ შენს ყველაზე სასიხარულო ამბავს ვის უზიარებ? მე მაგალითად ჩემს შულს უზიარებ. ადრე მეგობრებს უზიარებდი ხოლმე. აღარ ვუზიარებ. არც მე. ეხლა უკვე დედა ჩემს უზიარებ. ვიღაცებს აღარ. ან საკუთარ თავს. ჩემ თავთან დავმეგობდი და თურმე კაი ტიპი ყოფილა. თუ როდეს მე გითქვამ შენ თავისთვის რომ good job ანგა. კი, აი ეხლა დავიწყე რა, ანუ გავიცანი სხვათა შორის სამოგზაუროდ წავედი, ერთხელ პირველად მარტო წავედი სამოგზაუროდ 2 წლის წინ მგონი, მაშინ დავიწყე ჩემი თავის შეცნობა რა. ანუ არავის არ ქონდა საბუთი, ვისთან ერთადაც ვიმოგზაურებდი და მეთქი, ანუ რა ვქნა თქო და ავდექი და წავედი. და მეთქი რა კაი გოგო ყოფილი ხარ. ანუ ძალიან კომფორტული, ძალიან მეგობრული, ძალიან მოგეწონა და კიდევ წახვალ მასთან ერთად. აუცილებლად. ასე თქვი იმ ადამიანებს, ვინც ეხლად გამს პირველ ნაბიჯებს ემიგრაციაში. აი, ხო ხვდები რაზეც გვაქვს საუბარი. სუფთა ფურცლიდან იწყებს. კი.
და აი აუცილებლად თავარია რომ სუფთა ფურცლიდან სუფთად დაიწყონ. არ დანებდნენ, ნებისმიერ სირთულეს შეხვდნენ ძალიან მყარად, ძლიერად და იყვნენ მადლიერები. იმიტომ რომ ყველაფერი მაინც მოგვარდება. კი, გამორიცხულია. მადლიერება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რა, ანუ სამყაროს მიმართ და ხანდახან ანუ რაღაცას რომ ვაკეთებდი ხოლმე ხშირად იყო რომ ეს ძალიან ადამიანებს ვეხმარებოდი ბევრ რაღაცაში. რატო დამეხმარე ამ პოდკასტის მე როდესაც გამიჩნდა იდეა, ჩემს მეგობარს მარიამს უთხარი რომ მჭირდება ადამიანი, ვინც დამიდგება გვერდითქო და მარიამა მითხრა რომ ანკას დაურეკეო. ბევრ ამაშიო დაგეხმარებაო. აი რატომ დამითმე ამდენი დრო? რატომ დამეხმარე? იმიტომ რომ მეც დამეხმარნენ და მეც დამითმეს დრო, როცა ვიწყებდი. ძალიან ბევრმა ადამიანმა დამითმო. აი თუნდაც ჩემმა პროფესორმა იმდენი დრო დამითმო, რომ ჩემთვის ესწავლებინა, თავისი დამატებითი დრო დამითმო. და იცი რა, როცა რაღაცას იღებ სამყაროსგან და ადამიანებისგან, შენც უნდა გასცე. შეიძლება იმ ადამიანებზე არ გასცე ეს ყველაფერი, მაგრამ აუცილებლად უნდა გასცე. მეც როცა შენთვის რაღაცას გავაკეთებ, მე შენგან არ ველოდები არაფერს, მე აუცილებლად დამიბრუნდება ყველაფერი კარგი. ეს რაღაცა კარმულია ყველაფერი ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. და რაღაცა ადამიანებს თუ რაღაცაში ვეხმარები, იმიტომ ვეხმარები, რომ ეს მსიამოვნებს პირველ რიგში და მეორე აუცილებლად ბრუნდება. კარგი გაკეთებული საქმე. და თან შენში ვხედავდი პოტენციალს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თან ეხლა დაჩქარდა ეს დაბრუნების რაღაცა ციკლი, რაღაც მალე ბრუნდება ყველაფერი კარგი. კი, ძალიან დაჩქარდა. ეხლა რაღაცა ძალიან ყველაფერი კარმულად წამოვიდა. მოკლედ მიხარია რომ ბედნიერი ხარ. უფრო მეტად მიხარია რომ დღეს ვისაუბრეთ და ვფიქრობ კარგი საუბარი გამოგვივიდა საინტერესო და ვფიქრობ კი. რაღაცა ისეთი მეგობრული და კულტურელი. ხო, რაც თავარია. კი, იმედი მაქვს რომ ის რჩევები, რაც და ის გამოცდილებები, რაც დღეს ანკამ გაგვიზიარა და ცოტა რაღაცები ჩემიც მომყევი, საინტერესო იქნება და თუნდაც ერთი ადამიანისთვის სასარგებლო იყოს ჩვენი საუბარი, ეს უკვე ჩემი პოდკასტის იდეის გამართლებაა, მოკლედ ესე ვთქვათ. ამიტომ დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო, დიდი მადლობა რომ მიყურეთ. ძალიან მინდა გთხოვოთ რომ თუ მოგეწონათ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი. დღეს ჩვენს ჩაცმულობაზე ისრუნა ქართულმა ბრენდმა სამოსი. დიდი მადლობა. მადლობა რომ მომიწვიე. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ეს აკეთებ ჩემთვის და ამ პოდკასტისთვის. მადლობა ამ ბიჭებსაც.